მოგესალმებით, მე ნათია შაი, ეს ჩემი არხია და მას შემდეგ რაც თქვენ გამოიწერთ ამ არხს, ის თქვენი არხიც გახდება. მაშასე ნახოთ ჯერ ყავის ჭიქა, მერე ტარო და ნახოთ რაც გვთავაზობს დღევანდელი დღე. არ ვიცი ხედავთ თუ არა, ციფრ 37 წესით უნდა ხედავდეთ. ეხლა ნახეთ აი აქ ხედავთ თუ არა სათვალეს. გაიხსენეთ ვინ არის თქვენ ცხოვრებაში 37 წლის ადამიანი, ასევე დააკვირდით სამ თვეში, შეიძლება დაახლოებით სამ თვეში გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც არ ელით, მოულოდნელი ადამიანი, თუმცა ის გეგმავს გამოჩენას. კარგით, ნახოთ ახლა რა ხდება შიგნით. წარსულით საკმაოდ კარმული პერიოდი გქონდათ. მძიმე მოვლენები იყო და ცოტა გაგიჭირდათ ამ მძიმე მოვლენების, ასე ვთქვათ, დამუშავება და კიდევ უფრო დაგიმძიმდათ ეს მოვლენები. იყო ძალიან ბევრი სიტუაცია, ძალიან ბევრი გაშვებული შანსი, სასიყვარულო თემები, ოჯახური თემები, რაღაც ემოციური, მძიმე ემოციური თემები. მთლიანი პანიკა გაქვთ წარსულში. ძალიან ბევრი ისტორიები, რომლებაც ძალიან ბევრი საფეხური გააკეთეს შენს, ასე ვთქვათ, ცნობიერებაში და ამ საფეხურებზე შენ ისწავლე ასვა. ამ ყველაფერს ნახე ქვევით როგორი ანგელოზი არის, ძალიან გეხმარებოდა ამ ყველაფრის გადალახვაში ღვთიური ძალა, შენი მფარველი ანგელოზი, მადლობა მას ამ ყველაფრისთვის. მომავალში ნახე როგორ ახარ ეტაპი, რომელზეც ახლა გეხარ, აი ნახე როგორ წელში წახრილი ხარ და ზევიდან თითქოს რაღაცა გადევს ძალიან მძიმე. მაგრამ ეს გაწონასწორებს. აი ნახე რას ამბობ, წონასწორობაში მოყევ ხარ ამ წარსულ ტკივილს და მომავლის იმედს. აი ესეთი რაღაც ამოდის. ვინ არის ადამიანი? ქალია ეს, ზევით აწეული, უყვარს თმების გაკეთება, აი კოსას რო ეძახიან. ესეთი ქალბატონი არის, რომელიც ძალიან დაგეხმარება, ცოტა ოდნავ თხელი, მოგრძო ცხვირი აქვს, თხელი ნაკვთებით. თეთრი ფერის ქალბატონი არის, შეიძლება არ იცნობთ, მაგრამ შემოვა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში და რაღაც სიახლე შემოიტანს, გიბიძგებთ რაღაცა ნაბიჯისკენ და თითქოს უნდა მიგანიშნოთ, გასწავლოთ, რჩევა მოგცეთ, აი ეს სიმძიმე, თუმცა ახლა ამ სიმძიმეს თქვენი წონასწორობა უჭირავს მეთქი, მაგრამ როგორ მოიშოროთ, როგორ შეიმსუბუქოთ, დაელოდეთ ამ ქალბატონს, ვინ იქნება. ასევე ჩანს ლ-ასო, ლ-ასოზე წყლის ნიშნის ადამიანი, რომელიც ასევე რაღაც კარგ შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება რაღაც შემოთავაზებაც გაგიკეთოთ. მომავალში ვხედავ თქვენს ქალურ ენერგიას ძალიან გახსნილს, რომელსაც მიყავს აი ეს კარმა, რაც გამოიარე ყველაფერი ოჯახურ ენერგიებამდე, იმიტომ რომ აი ამ კარმას მიყავს 6-იანებამდე, ოჯახურ ენერგიებამდე. ფსკერზე არის ძალიან საინტერესო რამ. ნახეთ. აქ ჩანს ულამაზესი ქალის პორტრეტი, ძალიან ლამაზი ქალის პორტრეტი, რომელსაც წინ სამიანი უწერია. ეს არის ძალიან დიდი ღმერთის წყალობა და მისი სახე მართლაც მარტო ლამაზი კი არ არის, აი იღიმის ბედნიერებისგან. თავზე გასაღებიადებს, რაც არის რომ მან იცის ეს ბედნიერება როგორ მიიღოს, როგორ მიაღწიოს. გონიერება არეკლია, ასე ვთქვათ, არც სულიერება. უკანა აქვს მოტოვებული, ნახეთ როგორი აი კაფიოთ დახატული თეთრი ჯვარია, ანუ სიმძიმე რომელიც უკვე შემსუბუქდა. ამ წარსული სიმძიმე, საკმაოდ რთული
დიდი სიმძიმე, ოღონდ უკვე ეს შემსუბუქებული არის და საინტერესოა ის, რომ აი ეს ჯვარი ქვეშიდანაც ანგელოზს უჭირავს, რომელიც ანგელოზიც წარსულში ვთქვი, რომ იყო და გიმსუბუქებდათ. ოღონდ ახლა ვეღარ აღიქვავთ ამ ასე ვთქვათ ჯვარს. უკანა მხარესაც თქვენ ხართ, მეორე მხარეს არის ეს თქვენი პორტრეტი ისევ, ოღონდ უკანა მხარე არ არის ისეთი მშვიდი და წყნარი, როგორც წინა. ანუ წარსულ ცხოვრებაში თითქოს მძიმე იყო ეს ჯვარი. ახლა საერთოდაც არა. და წარსულ ცხოვრებასაც ახლა ამ ეტაპზე აღარ იხსენებთ ისე როგორც სიმძიმე, არამედ რაღაცნაირად გეღიმებათ თითქოს აი ესე რომ ღმერთო ჩემო რაზე ვნერვიულობდი, რას აღვქვავდი ტკივილად. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ძალიან შემსუბუქებული. იქიდან გამომდინარე რომ ძალიან დიდ ქალურ ბედნიერებას ვხედავ და სიყვარული ცავსე ხართ. ოჯახი ჩანს მომავალში, სიყვარული ცავსე, თავს ბედნიერ ქალად გრძნობთ, ლამაზ ქალად გრძნობთ და აღტაცებული ხართ ამ მდგომარეობით. ძალიან ლამაზი და კარგი ჭიქა, მე ესე ვიტყვი. ძალიან ლამაზი და კარგი ჭიქა. თავარი არის რაც ჩანს, რომ ოჯახის შექმნა ჩანს და ჩანს, რომ თქვენ ხართ შეყვარებული, ბედნიერად შეყვარებული, სავსე ამ სიყვარულის ენერგიიდან. ეხლა მე დავამატებ ტაროს. თქვენ კი დამელოდეთ აუცილებლად ბოლოში უნდა გავაკეთოთ დღის შემოთავაზება. ალბათ მიხვდით. ალბათ მიმიხვდით. დღის შემოთავაზება. მოდი ვნახოთ, ვინც ამ ვიდეოს უყურებს. შეტყობინება სამყაროდან ამ ადამიანისათვის. ვინც ამ ვიდეოს უყურებს. შეტყობინება სამყაროდან ამ ადამიანისთვის. აჩვენებს ზუსტად ის, რაც თქვი, რომ ის რაც იყო სიმძიმე, ის რაც იყო კარმული, უკვე გამოთავისუფლებული ხართ, თავისუფალი ხართ და თქვენს ცხოვრებას თქვენვე მართავთ. საერთოდ აღარ გიშლით ის, რომ ან წარსულში რაიმე ცუდი იყო, ან ტკივილები ქონდათ, ან ძიმე ისტორიები ქონდათ, საერთოდ აღარ, იმიტომ რომ ეხლა ხართ ძალიან ძლიერი. ვნახოთ, რა გაძლევთ ამ სიძლიერეს, რა არის ის, რაც გაძლევთ ამ სიძლიერეს. საოცარი პასუხი ამავიდა. თქვენი უბრალოება, თქვენი სიმშვიდე, თქვენი მინდობა სამყაროსადმი. თქვენი დანახვა, თქვენგან დანახვა იმისა, რაც გაქვთ და კონცენტრაცია ამაზე და არა იმაზე, რაც არ გაქვთ. თქვენი მადლიერება, უსაზღვროდ დიდი მადლიერება მოდის თქვენგან და თქვენი რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და თქვენ ღვთისშვილი ხართ. შვიდად შეძლება იმისი, რომ იცით, რომ ყველაფერი კარგად იქნება და საერთოდ არ ღელავთ ამაზე და არ გაინტერესებთ როდის. ამას აფასებს სამყარო და ეს არის თქვენი ძალა, რომ არ ღელავთ, არ ნერვიულობთ, არ წუწუნებთ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თქვი, საკმაოდ მძიმე წარსულის ფაქტები ამოვიდა. რა მიგიყვანათ ამ რწმენამდე? ნახოთ. ამ რწმენამდე მიგიყვანათ სამართლიანობის შეგრძნება და ამ რწმენამდე კიდევ უფრო მეტად მიგიყვანთ მომავალში და გაძლიერდება ეს თქვენი რწმენა და ეს სილაღე, ეს მინდობა სამყაროსადმი. მაშინ, როდესაც თქვენ ოჯახს შექმნით, ან გაქვთ უკვე ოჯახი შექმნილი და ეს ოჯახი იქნება თქვენი აი თითქოს სიმყარე და თითქოს აი ღვთიური წესრიგი ამ სამყაროში, დედამიწაზე. ძალიან ბედნიერი ოჯახი გექნებათ. მოდი ვნახოთ, როგორია ადამიანი, ვინც მოდის თქვენთან. ვინც ამ ყველაფერს მოგიტანთ. როგორია ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს მოგიტანთ.
მინდა გითხრათ, რომ ჯერ უკვე მალე მოხდება ეს, ძალიან აჩქარებულია დრო და მალე. მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი შეიძლება დაბადებული იყოს 7 რიცხვში, შეიძლება დაბადებული იყოს ივლისის თვეში, შეიძლება იყოს ზოდიაქოთი მშვილდოსანი, შეიძლება პროფესიით იყოს სამხედრო პოლიციელი, იურისტი, მაშველი, სახანძრო, ანუ ნებისმიერი სამაშველო პროფესიის. აი ეს ენერგიები მოდის, მოგზაური შეიძლება იყოს, უცხოეთთან ხშირი მიმოსვლა ქონდეს. აი ეს არის ნიშნები, რაც ამოვიდა. მოდი ახლა ვნახოთ, როგორ უნდა შეინარჩუნოთ ის ქალური სილამაზე და შარმი, რომელიც ჩანდა ყავის ნალექში. არასოდეს არ დაუბრუნდეთ წარსულ ტკივილებს, გაიხსენეთ ის, რა თქმა უნდა, გაგახსენდებათ, მაგრამ არა მტკივნეულად, არამედ როგორც ფაქტი. და ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ არ დაიკარგოს ბალანსი თქვენს სექსუალურ ჩაკრაში, ეს არის მეორე ჩაკრა, სვასხისტანა ჩაკრა და ეს არის სექსუალური, რო ქვია, არ ნიშნავს იმას, რომ სექსია აქ ლაპარაკი. არასოდეს არ დაკარგოთ საკუთარი თავის გაბედნიერების და სიამოვნების და კეთილგანწყობის რესურსები არ მოაკლოთ თქვენ თავს. იზრუნეთ ყოველთვის ამაზე. ეს იქნება თქვენთვის გარანტია იმისა, რომ იყოთ ესეთივე ლამაზი, ბედნიერი ლაღი, რაც ჩანდა. დაუგდეთ ყურადღება ამ ენერგიას და რაც თქვენ სიამოვნებს, რაც თქვენ ბედნიერებას განიჭებთ, აკეთეთ ის და არ თქვათ ამაზე არასოდეს უარი. რა არის მნიშვნელოვანი ის, რაც მომავალში გელით და თქვენ ეს უნდა ნახოთ და გაიგოთ. მნიშვნელოვანი რამ, რაც მომავალში გელით. მნიშვნელოვანი რამ, რაც მომავალში გელით, ეს არის, რომ მოგეცემათ საშუალება, რომ მობრუნდეთ წარსული ტკივილებიდან და წახვიდეთ წინ, სადაც მზე არის, ნამდვილად დატოვოთ ტკივილები საბოლოოდ, თითქოს ეს სხვისი ცხოვრება იყო, თითქოს ეს თქვენ არ გეხებათ, თითქოს ეს მკვდარია ეს წარსული. როგორ კაფიად ჩანს დატოვება. მოგეცემათ შანსი, რომ აიღოთ ის შანსი, რომელსაც სამყარო გაძლევთ, როდესაც ამ ტკივილებს მიატოვებთ და იტყვით უარს, რომ მე აღარ მინდა მეტკინოს, უბრალოდ მე აღარ მინდა მეტკინოს, მე არ ვარ ის, ვინც ტკივილებს მიიღებს. გაუფრთხილდეთ თქვენს რესურსს და შეუდგეთ იმ ახალ ცხოვრებას, რაც გითხარით მე. ზუსტად იმ რწმენით, იმ განწყობით, იმ იმედით, რაზეც მე ვილაპარაკე. დამთავრდა. რაც იყო, დამთავრდა, აბსოლუტურად ახალი ეტაპი იწყება თქვენს ცხოვრებაში. ეხლა მე რა მინდა გითხრათ, დღევანდელი შემოთავაზება, ყავის ნალექის განხილვა, ტაროს გაშლა და ასევე ბედის მატრიციდან რჩევა, როგორ დაამუშავოთ თქვენი სასიყვარულო კარმა და საჩუქრად აი ეს ულამაზესი ამულეტი, ვერცხლი იცით, რომ მთვარის ენერგიას იღებს, ირეკლავს, ეს არის ძლიერი ქალური ენერგია, გაღვიძება, თავის თავზე იღებს ყველაფერ ნეგატივს, მინუსს, ხოლო ეს ცირკონებიანი გული გააქტიურდება თქვენ სახელზე და იქნება თქვენი სიყვარულის გარანტი, დამცველი, მომზიდავი, თქვენი ქალური ბედნიერების, ასე ვთქვათ, გამაძლიერებელი, მომპოვებელი თილისმა. გელოდებით მე ნათია შაი, 591233507-ია ჩემი ნომერი, აქტიურია ვიბერზეც და WhatsApp-ზეც. მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ პირველი ვინც იქნება, მხოლოდ იმისთვის იქნება ეს ამულეტი შესაძლებელი. მხოლოდ ერთი ადამიანისთვის არის ეს შემოთავაზება.
გისურვებთ იღბალს და შენი იყოს ეს იღბალი და ფორტუნა, რაც შემოგთავაზეთ. მე კი გელოდები შემდეგ ვიდეომდე.